გამარჯობა. მე ყოველთვის მეკონა, რომ ვიყავი ძალიან იღბლიანი ადამიანი, და ის რომ დღეს აქვთ გავარ ტედის სცენაზე, ესეც იმას მოწმობს, რომ ვარ იღბლიანი და ყოველთვის მიხდებოდა სხვა ადამიანის ოცნებები, მართლა, და ეს იყო ჩემი, არ ვიცი, ერთადერთი ოცნება, რომ აქ ყოფილიყავი და მელაპარაკა ჩემთვის ყველაზე ღირებულ თემაზე. და ეს თემა არის ქართული პოლიტიკური კარიკატურის ისტორია და პერსპექტივა. რა პერსპექტივა შეიძლება გქონდეს მას საქართველოში. დავიწყებ საუბარს 1916 წელს ჟურნალმა ეშმაკის მატრახმა გამოაქვეყნა სიცილის ლექსიკონი. და აი ამ სიცილის ლექსიკონის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ საჭირო იყო ჩამონათვალის გაფართოება, სიცილის სახეობების გაფართოება. თავის დროზე ეს სიცილის ეს სახეობები შეადგინა სულხან საბაორბელიანმა და 7 სახეობა გაიზარდა 14 სახეობამდე. და განმარტავდნენ თითოეულ ამ სიცილს, რა დროს როგორ უნდა გვეცინა და ასე შემდეგ. და ეხლა თქვენ ხედავთ აი ამ ჩამონათვალს, მე შევეცდები რომ ჩამოვთვალო, ვერ განმარტავ იმის გამო, რომ ძალიან დიდ დროს წაიღებს, მაგრამ ყველა არის ძალიან სახალისო. ხორხოცი, როხროხი, ხვიხვინი, ჭიხვინი, ყროყინი, ფხუტუნი, ყლორჭინი, კაკანი, ჩიფჩიფი, კრეჭა, ღრეჭა, დღლაბლა, პრანჭვა და ბოლო არის ხრეცა, ბრეცა. მე რა თქმა უნდა, ყველა ეს სიცილი ახასიათებს ადამიანს, ადამიანის სიცილს გამოხატავს, მაგრამ განმარტავ მხოლოდ ბოლოს. ღრეცა ბრეცა ეს არის სიცილი უხმო, ღიმილის დარგისა, ცალმხრივი ოდეს, მარჯვენა თუ მარცხენა კუთხე, ბაგეთა იღებს მოხაზულობას ბალკანეთის ბრძოლის პირისას. ესე იგი, შუაზე გამონაზნექი და წვერზე და ოდენ შენაზნექი სახესა, მთელსა ამლევს, ელფერს, შიშისა და უსიამოვნებისასა, სიცილს ამას იწვევს, ყოველთა სახეზა, ზედან ხილვა საკუთარი კარიკატურისა. აი ეს იყო მე-14 სახეობა სიცილის განმარტებისა და წარმოიდგინეთ ამ დროს არის 1916 წელი და ავტორები ამბობენ, რომ აღარ არის, ასე ვთქვათ, უფრო უნდა გაიზარდოს ჩამონათვალი ამ სიცილის სახეობების. იგივე ჟურნალი დაახლოებით ამ პერიოდში 1920 წლამდე ძალიან რამდენჯერმე ბეჭდავს აი ამ ასე ვთქვათ სარეკლამო ტექსტს, რომლითაც მოუწოდებს მოსახლეობას, რომ შეიძინონ ეშმაკის მატრახი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კარიკატურებიანი გამოცემა საქართველოში. და ტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი ორი ღირებულება, რატომ უნდა იყიდოს მოსახლეობამ ეშმაკის მატრახი. პირველი, იმიტომ რომ ის კურნავს ჭლექს და მეორე იმიტომ, რომ ის ადამიანს სიღარიბის დროს მატებს, ასე ვთქვათ, მხნეობას და მოუწოდებდა, ასე ვთქვათ, ხელმოკლე ოჯახებს, რომ შეეძინათ აი ეს გამოცემა. ეხლა ძალიან ისეთი ვრცელი შესწავლის შემდეგ მივხვდით ალბათ, რომ ვისაუბრებ ჩემთვის ღირებულ თემაზე, ეს არის პოლიტიკური კარიკატურა, ჩემთვის უცხო ეს არ არის, იმიტომ რომ ვიყავი ჟურნალისტი და ვარ ჟურნალისტი, თუმცა თავის დროზე და ეხლა უკვე ამით ძალიან ვამაყობ, მაგრამ როცა ვსწავლობდი ჟურნალისტიკაზე, მაინც და მაინც საამაყო არ იყო ჩემთვის ეს პროფესია, იმის გამო რომ ბევრი არაეთიკური გაშუქების, ვთქვათ, მაგალითები იყო ჩემ გარშემო, მე თვითონ ვერ ხედავდი ამ სფეროში ჩემ თავს და ჩავაბარე მაგისტრატურაზე, მე უკვე სხვა მიმართულებით, ეს იყო ნაციონალიზმის და ეთნიკურობის კვლევები და აი აქ მივაგენი იმას, რის გამოც დღეს აქვთ გავარ და ძალიან თავდაჯერებით ვსაუბრობ ამ თემაზე. ეს არის კარიკატურა. და გადავწყვიტე, რომ აი თქვენთვის და ბევრი ადამიანისთვის გამეცნო ეს თემა. დავიწყე სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა. სამაგისტრო ნაშრომის თემა იყო ნაციონალიზმის და ეთნიკური პოლიტიკის, ეროვნული პოლიტიკის ფორმირება საქართველოში. ამდენად მოახერხა ეს კარიკატურამ. რამდენიმე თვე გავატარე ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში. მუშაობდი 1900-1921 წლების ყველა გამოცემაზე და აი პირველი შოკი მივიღე აქ, იმიტომ რომ აღმოვაჩინე, რომ 1900-დან 1921 წლამდე საქართველოში გამოდიოდა 40 სატირულ-იუმორისტული გამოცემა. აქედან 25 ბეჭდავდა სურათებს და სურათებში ძირითადად იგულისხმება კარიკატურა, თუმცა იყო დოკუმენტური ფოტოებიც და იყო ნახატებიც. და იმისთვის რა ეს პირველი შოკი, რაც მე მივიღე, სხვებისთვისაც გამეზიარებინა, ძალიან სპონტანური გამოკითხვა ჩავატარე Facebook-ზე, დავსვიკითხვა, რა აი Google-ში არ შეხვიდეთ თქო და პირველი რა გახსენდებათ პოლიტიკურ კარიკატურაზე თქო და ეს არის, რა თქო, სკრინშოტი აი ამ ჩემი სპონტანური გამოკითხვიდან და ხედავთ ეხლა და თუ ვერ ხედავთ, გეტყვით რომ ყველა წერს ნიანგს, უმეტესობა ყოველ შემთხვევაში, რომელიც იყო საბჭოთა პოლიტიკური კარიკატურის გამოცემა და წერენ იმ ავტორების შესახებ და იმ კარიკატურისტების შესახებ, რომლებიც
იბეჭდებოდნენ ამ გამოცემაში. ერთადერთმა ახსენა ოსკარ შმერლინგი და ეშმაკის მათრახი, რომელიც ჩემ კვლევას შეეხებოდა და მივხვდი, რომ აი საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის ამის შესახებ და მე აქ ვარ იმიტომ გავატარე ამდენი ხანის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში, რომ საზოგადოების უფრო დიდ ფართო აუდიტორიას გავაცნო ამის შესახებ. და დავიწყე უკვე კვლევა, დავიცავი სამაგისტრო ნაშრომი, რამდენიმე პროექტიც დავწერე, თუმცა გამოხმაურება თუ არ ჩავთვლით ბაკურ სულაკაურის გამოცემობას, რომელიც კატალოგზე მუშაობს და ტედის ამ გამოსვლას, მაინც და მაინც ისეთი არ ყოფილა და უკვე შემდეგ გავაგრძელე, ასე ვთქვათ, და კიდე გავაგრძელებ, ასე ვთქვათ, ამ თემის პრომოუშენს. ეხლა უკვე გადავალ უშუალოდ კარიკატურებზე. თქვენ ახლა ხედავთ რამდენიმე covers აი ამ გამოცემებიდან 1900-1921 წლების გამოცემებიდან ხედავთ ხო აი რამდენად მრავალფეროვანია თუნდაც მხოლოდ სახელწოდება ასევე თქვათ აი ეს ადამიანები რომლებიც განასახიერებენ ამას და სანამ ორ მთავარ კარიკატურაზე გადავალ მე მინდა გითხრათ რა პერიოდზე გვაქვს ლაპარაკი ხო 1900-1921 წლებია ამ დროს მარტო პირველი მსოფლიო ომი რომ ვახსენოთ საკმარისი იქნება ვთქვათ იმ ნიშნულობის გადმოსაცემად რაც ვთქვათ რაც ამ ეპოქას აქვს აქ არის რუსეთის იმპერიის ვთქვათ რევოლუციები იმპერიაში დაშლა შემდეგ უკვე საქართველოში ყალიბდება პოლიტიკური პარტიები ვთქვათ იწყება პოლიტიკური დებატები საქალაქო კულტურა, სოფლის მეურნეობა ვითარდება და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის ყველაზე საამაყო არის 1918-21 წლების რესპუბლიკა, ხო? და ჩემი კვლევაც ზუსტად სრულდება გასაბჭოებით. ჩემ არქივში, პირად არქივში არის 1000-მდე პოლიტიკური კარიკატურა, თუმცა ყველას ვერ გაჩვენებთ და შევარჩიე მხოლოდ ორი. ერთი არის ყველაზე მთავარი კარიკატურა, იმიტომ რომ ამის გარეშე ვერ დავიწყებთ, ის იყო პირველი პოლიტიკური კარიკატურა და მეორე ჩემთვის პირადად ყველაზე საყვარელი კარიკატურა, რომ გამოღვიძოთ და მითხრათ, რომ აი რომელია და რა გახსენდება, იქნება ის კარიკატურა და იმას გაჩვენებთ და მოგიყვებით. კარგით, აი ეს არის პირველი პოლიტიკური კარიკატურა საქართველოში, რომელიც იბეჭდება 1901 წელს. ცნობის ფურცელია ეს გამოცემა, მისი სურათებიანი დამატება და მისი ავტორი არის ოსკარ შმერლინგი. წარმოშობით გერმანელი, თუმცა საქართველოში მოღვაწე მხატვარი, მის სახელთან არის მე მგონი ძალიან დიდი ღვაწლი კარიკატურის დაკავშირებული. ის ბეჭდავს აი ამ კარიკატურას და სახელწოდება ამ კარიკატურის არის აშვებული ზარის დამცველი. ტექსტის მოყვება ამ კარიკატურას და ტექსტში ავტორი, ერთ-ერთი ავტორი, ასე ვთქვათ, განიცდის იმას, როგორ დაკარგა ქართულმა საზოგადოებამ სიმღერის ტრადიცია, როგორ მიივიწყა ეს ტრადიცია. და კარიკატურის ავტორი, ვინც ამას ხატავს, აშარჟებს იმ ადამიანებს, ვინც ამ ქართველობის და ტრადიციის დაკარგვაზე საუბრობენ. და ხა რო შევადაროთ ეს თანამედროვეობას, ხო წარმოგიდგენიათ, თქვათ, დღესაც როგორი აქტუალური იქნება, რამდენად ესეთი პოპულარულია დღეს ქართველობის დაკარგვაზე რაღაცა ტირილი, ხო? სოციალურ ქსელში გრძელდება ეს დღეს უფრო მეტად და თქვათ პირად საუბრებში, მაგრამ მაშინაც იყო ეს ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური კარიკატურის მთავარი თემა. შემდეგი არის ჩემი ყველაზე საყვარელი კარიკატურა და მას ჰქვია დამოუკიდებელი საქართველო. და შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო პროგრესულია ეს ვიდრე კარიკატურა, იმიტომ რომ ის აკმაყოფილებს კომიქსის მახასიათებლებსაც, კრიტერიუმებსაც, არის ტექსტი, არის რამდენიმე გამოსახულება და ის გრძელდება რამდენიმე გვერდზე. ამ კომიქსი კარიკატურის მთავარი თემა არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია. 1918-21 წლების ისტორიას გვიყვება. ისტორია იწყება მშობიარობის სცენით. მშობიარობს დედა რუსეთი, არის დედა რუსეთის მშობიარობა, ის მშობიარობს ორ ტყუპზე. სიმბოლოებიდან გამომდინარე ეს არის ინტერპრეტაციის საკითხი, მაგრამ მაინც მგონია რომ ნამდვილად ერთი არის საქართველო, მაგრამ მეორე არის აზერბაიჯანი, იმიტომ რომ ისტორიულად ორივე ეს ქვეყანა დაახლოებით ერთ დროს მოიპოვებს დამოუკიდებლობას და ასევე სიმბოლოც არის ერთ-ერთი ბავშვის თავზე ეს ისლამური რაღაცა ის თავს სახვევი თუ ქუდი, რომელიც სავარაუდოდ მაფიქრებინებს რომ არის აზერბაიჯანზე საუბარი. თუმცა აზერბაიჯანი ამჯერად ჩვენ არ გვაინტერესებს. მშობიარობს დედა რუსეთი, მას ძალიან ძულს რა თქმა უნდა ეს ბავშვები, იმიტომ რომ ის არის დედა რუსეთი, იმპერია რუსეთის და თხოვს ძიძას რომ გაიყვანოს და მოკლას ეს ბავშვები. ძიძას ეწოდება, ძიძა მიდის და წყალს ატანს და აქ ხვდებით რომ ბიბლიური მოტივით შემოდის. წყალს ატანს კალათით ამ ბავშვებს და ერთ დღესაც, ასე ვთქვათ, აბაზანას იღებს ოლივერ ვორდროპი და ოლივერ ვორდროპი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს ისტორიაში, ბრიტანელი დიპლომატი, რომელსაც უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა და ზოგადად საქართველოს დასავლეთის ურთიერთობაში მას ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი. ოლივერ ვორდროპი აბაზანაში ყოფნისას აღმოაჩენს, რომ ონკას მოყვება
ტყუპი ბავშვი. ის გადაწყვეტს, რომ ეს ბავშვი იშვილოს, ამოიყვანს და მიჰყავს ის მთავრობის ხდომაზე და ხედავთ ნოე ჟორდანიაც არის იქ ამ კარიკატურაში და მიჰყავს ნოე ჟორდანიასთან და ეუბნება, რომ აი, რასაც ნატრობდი, შეგიძლიათ ჩაიბარო, თქვენ მიიღეთ ეს ახალშობილი ბავშვი და აწი მოუარეთ. და კარიკატურა სრულდება აი ამ ბოლო ნაწილით, სადაც ჩანს, რომ ხალხი ზეიმობს, ხალხს უხარია, სვავს, მაგრამ სად არის ბავშვი? ბავშვი იჯდა თასის პირას და ის იხრჩობა აი ამ თასში. ეხლა ეს რო სიმბოლოებით განმარტოთ, ხო, რა ისტორიაა? ეს არის რუსეთის იმპერიის დაშლა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოშობა, როგორ ეპყრობა ამას ადგილობრივი მთავრობა ახალმოპოვებულ დამოუკიდებლობას და სად ქრება ეს დამოუკიდებლობა. ანუ ეს პატარა ბავშვი ფეხის ადგმის გარეშე იღუპება და კარგავს ამ დამოუკიდებლობას და ამით სრულდება კიდეც საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს არის ორი მთავარი კარიკატურა, რაზეც მინდოდა მესაუბრა და კიდევ ერთი სიმბოლო. თითქმის ყველა კარიკატურაში საუბარია იმაზე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლო არის ძლიერი ქალი. დღეს პრეზიდენტი ყავს ქალი და ძალიან საინტერესოა, რომ 117 წლის წინ და შემდეგაც დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოს წარმოადგენს აბჯარასხმული ქალი და არა მაინც და მაინც იარაღასხმული რაღაც მამაკაცი. აი ხედავთ რამდენიმე კარიკატურას, ესეც არის დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლო, ეს უკვე გასაბჭოების დროს როგორ ეუფლება, ასე ვთქვათ, და კლავს ამ დამოუკიდებელ საქართველოს საბჭოთა სისტემა. რომ შევადაროთ დასავლეთში ქალის სიმბოლო სად არის, ხო? ყველას გახსოვთ საფრანგეთის რევოლუციის ეს რაღაცა ცნობილი სურათი, ილუსტრაცია, სადაც ქალს უჭირავს დროშა, თქო ამერიკაში თავისუფლების სიმბოლო არის ქალი, შესაბამისად, ანუ რომ გადავხედოთ წარსულს, ხო? აი როგორი პროგრესულია 100 წლის წინ საქართველოში ჟურნალისტების, რედაქტორების და მხატვრების დამოკიდებულება ქალთან და ზოგადად დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ეს ამბავი მე ძალიან ბევრ ადამიანს მოუყევი, მაგრამ ასე საჯაროდ პირველად ვყვევი და ყველა მეუბნება, რომ ემოცია, რომელიც ჩვენ გააქვს და არ ვიცი როგორ მართავ ხოლმე ამ ემოციას, გადმოგვედო ჩვენს და ჩვენს ძალიან მოგვწონს ეს ამბავი, მაგრამ აქ ჩნდება ხოლმე ესეთი მთავარი მტკივნეული შეკითხვა. სად წავიღოთ ეს კარიკატურა, სად წავიღოთ ეს ემოცია და რა ვუყოთ? დავტოვოთ არქივში, ვთქვათ, იყოს იქ, სადაც არის, მოვირგოთ ამ ტირალი მამაკაცების სახე ამ შემთხვევაში მე და ვთქვა, რომ აი კვდება კარიკატურა და მოკვდა და აღარავის აღარ აინტერესებს თუ ვიფიქროთ იმაზე, რომ არსებობს რაღაც თანამედროვე ფორმები და გადაინაცვლა ამ ყველაფერმა თანამედროვეობაში. ხო, ყველას ალბათ გესმით, რაზე ვლაპარაკობთ, ეს არის მიმები, ეს არის ქუბები, ეს არის ქარდები, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული იყო. თითქმის არაფერი არ შეცვლილა ფორმის გარდა. ანუ ჩვენი საზოგადოება ისე რეაგირებს რაღაც პრობლემებზე, ჩვენი საზოგადოება ისეთი მგრძნობიარია რაღაც პრობლემების მიმართ, თუმცა ხო, ფორმა დავკარგეთ და ამ კითხვაზე მე პირადად პასუხი არ მაქვს, რამდენად შეიძლება რომ აღდგეს, ან რამდენად შეიძლება რომ სხვა ფორმა მიიღოს ამ ყველაფერმა, თუმცა ფაქტია, რომ იუმორი არის ერთადერთი თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალი, როდესაც რაღაც ძალიან გვტკივა, რაღაც ძალიან გვაწუხებს და თუ ეს ადამიანს შეუძლია, ის არის უკვდავი და ძალიან ბევრი ავტორი ამბობს ამას, ეხლა მარტო ჰერმან ჰესე რომ ვთქვათ, შეიძლება ის ამბობს, რომ ეს არის უკვდავების ნიშანი, ეს არის ყველაზე ღვთაებრივი და თვითმყოფადი გამოგონება, რაც ადამიანს შეუქმნია იუმორი, ხო? და დღეს ვართ მუდმივ დაძაბულობაში სოციალურ ქსელში, გინდა თქვათ სხვა ისეთ სოციალურ სიტუაციაში მუდმივად გვაქვს ეს დაძაბულობა და მე მგონია რომ რაც არასდროს არ იცვლება არის ზუსტად ეს იუმორი, დამოკიდებულება ჩვენი ამ რაღაცა პრობლემების მიმართ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კარიკატურა ყოველთვის აღიქმებოდა ყველაზე დემოკრატიულ მედიუმად თავის დროზეც და მე მგონია რომ დღეს აი თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში მან მიიღო კიდევ უფრო დემოკრატიული სახე, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ აი ყველა არის ხო ქუბის ავტორი დღეს, ყველას შეუძლია რაღაცაზე იცინოს, რაღაცა შექმნას და თავისი ხელწერა დატოვოს იუმორში. და მე მგონია რომ აი ეს თუ რამე გადაგვარჩენს ამ ქვეყანას და ხშირად ნატრობთ ხოლმე რომ ერთ დღეს აღარ ვიყოთ, მაგრამ აი თუ რამე გადაგვარჩენს ალბათ არის ეს იუმორი, უბრალოდ უნდა გვახსოვდეს რომ საუკუნის წინ და საუკუნია მართლა ჩვენი დღევანდელი ტედის მთავარი თემა, საუკუნის წინანდელი მემკვიდრეობა ამისკენ ნამდვილად მოგვიწოდებს რომ ეს იუმორი არ დავკარგოთ, უბრალოდ ვეძებოთ ახალი ფორმები ან თუ მოგვინდება და დავინტერესდებით
აღვადგინოთ კარიკატურას. ძალიან დიდი მადლობა.